ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ დასავლეთს საქართველოს ეძვირფასება. საქართველოს არ არის რიგითი, ან მეორე ხარისხოვანი, მეხუთე ხარისხოვანი, მე-17 ხარისხოვანი, ან 51 ხარისხოვანი ქვეყანა. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ვიდრე ქართველი ხალხის ნაწილი თუნდაც იბრძვის საქართველოსთვის, დასავლეთი ჩვენზე ხელს არ ჩაიგდებს. საქართველოს გადარჩება მაშინ და იმ შემთხვევაში თუ ქართველი ხალხი ან ქართველი ხალხის ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი, რაოდენობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ თუნდაც უმცირესი ნაწილი, აი მცირე, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს, მის წარსულს წარმოადგენს, მის აწმყოს წარმოადგენს და მის მომავალს წარმოადგენს, ვიდრე იბრძვის, საქართველოს გადარჩენის შანსი კი არ აქვს ოდენ. მხოლოდ რაღაც ალბათობა კი არ არსებობს საქართველოს გადარჩენის ამ შემთხვევაში, არამედ 100%-იანი ალბათობით, თუ სწორი სიტყვა ეს რასაკვირველია, კარგი და ასე ვიტყვი, 99%-იანი ალბათობით საქართველოს გააღწევს გადარჩება და ამ ასობაში, ამ პროცესში უფრო ზუსტი რო ვიყო, დასავლეთი ქართველი ხალხის ამ ნაწილის, მცირე ნაწილის, ან უმრავლესობის, მოდი მაინც ესე ვიტყვი, რომ უმრავლესობაში ცხადია ვართ, იქნება დასავლეთი ჩვენს მხარეს. მისთვის ქართველი ხალხის ბრძოლაც ძვირფასია და შესანიშნავად ხვდება დასავლეთის ცალკეული პირები, მნიშვნელოვანი პერსონები, რომ ის რაც გვჭირს ჩვენ, ეს არ არის მხოლოდ იმის ბრალი, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთია. ის რაც გვჭირს, იმის ბრალიც არის, რომ დასავლეთი იყო ისეთი წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში, მოდი აინც ესე ვიტყვი, რეიგანის შემდგომი პერიოდიდან 99 იანვრიდან, ან თუ გნებავთ ბუში უფროსის შემდგომი პერიოდიდან, ესე იგი შესაბამისად 93 წლის იანვრიდან, კლინტონის პერიოდიდან დაწყებული, ისეთი იყო, როგორიც იყო. არ იყო ისეთი თამამი საბჭოთა კავშირის ნამსხვრევი რუსეთის მიმართ და კლინტონმა უკვე შემდგომ სხვა ლიდერებმაც მცირე გამონაკლისის გარდა, ობამამ შეერთებულ შტატებში, ბაიდენმა შეერთებულ შტატებში და ევროპაში კი მერკელმა და მერკელიადამ, ბერლუსკონიმ და ბერლუსკონიადამ და სხვა ბრიტანეთშიც შეიძლება რასაკვირველია თქმა, ბევრი არც თუ მათთვის კომპლიმენტარული სიტყვისა, განაპირობა ის, რაც მოხდა მსოფლიოს ამ ნაწილში, ანუ რუსეთი მოფერიანდა, მოძლიერდა და რუსეთს არ ბოდიში და გაუწვა რამდენიმე სახელმწიფო, მაგრამ ის სახელმწიფო, ვინც არ გაუწვა, კი დაიჩაგრა. დაიჩაგრა და ის რაც ჩაიდინა რუსეთმა 90-იან წლებში საქართველოში, 90-იან წლებში ჩეჩნეთში ორჯერ 2000-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით. ასევე 2008 წელს საქართველოში და უკვე 2014-დან რასაც აკეთებს უკრაინაში 2014 ყირიმის ოკუპაცია, ანექსია იგულისხმება ცხადია და დონბასის შექმნილი ვითარება და 2022 წლის 24 თებერვალიდან დღემდე რასაც აგრძელებს, ეს პასუხისმგებლობა არის რასაკვირველია დასავლეთისაც, რომელმაც დაუთმო მაშინ KGB FSB-ს, ყრემლსა და მოსკოვს და თქვა, რომ იქნება და გამოსწორდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა იმაზე ამ ისტორიულ ანალიზს რომ არ შევუყვეთ, მაინც და მაინც უნდა ვთქვათ შემდეგი. დასავლეთი კარგად ისიგრძეგანებს ამას და ვიდრე ქართველი ხალხი იბრძვის, დასავლეთს ჩვენ ვეძვირფასებით ვუყვარვართ, შეგვიძლია ასე ვთქვათ და არ მიგვატოვებს, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უტრირებულად ვიტყვი, იარსებებს რუსთაველის გამზირის პროტესტი. თუ პატარ-პატარა ქუჩებზე, ლეონიძეზე, ტაბიძეზე, ქვემოთ ჯორჯაძეზე, ჭანტურიაზე, რა მნიშვნელობა აქვს ცენტრში თუ არა ცენტრში, აი ესე შეეფინება ნაწილი ქართული საზოგადოებისა, უმცირესი, დავეთანხმოთ პაპუაშვილ რუსს, თუნდაც უმცირესი ნაწილი და იტყვის შემდეგ, წარმოთქვამს შემდეგ წინააღმდეგობას პუტინ არ გაგივა შენ საქართველოში ის რაც გააკეთე ბელარუსისაგან და მართლაც არ გაზდის ჯერჯერობით, ბოლომდე არ გაზდის, მეთქი პუტინს რასაკვირველია და პუტინის აქაურ მსტოვარს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ყოველდღიურად უარესს აკეთებს საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც, მაგრამ თუ ამ ზღაპრის ბოლო კეთილია რასაკვირველია, ჩვენ ერთი უკვე წლების შემდეგ თუნდაც დავცინებთ ბიძინა ივანიშვილს და ფიგურალურად ვიტყვი, ამოვთხრით რასაკვირველია
მას პირს რომელმაც უკვე საკუთარი გვარსახელი საქართველოს ისტორიაში ჩაწერა სერგო ორჯონიკიძისა თუ შადიმან ბარათაშვილის გვერდით, ხო, ანუ შადიმანია, სერგო ორჯონიკიძეა, სტალინია, უარყოფითი პერსონაა ჩვენს ისტორიაში. დასავლეთი რომ არ მიგვატოვებს ამის საფუძველთა საფუძველი, რას საკვირველია ქართველი ხალხის ბრძოლა. მაგრამ გარდა ამისა, საქართველოს როგორც ქვეყანას აქვს სტრატეგიული მდებარეობა. და სტრატეგიული მდებარეობა საქართველოსი დასავლეთს ავალდებულებს ერთგვარად, რომ გამოიხედოს ამ ქვეყნისაკენ და მხოლოდ ტერიტორიად კი არ წარმოიდგინოს ამ ორ ზღვას შუა არსებული არაჩვეულებრივი 69900 კვადრატული კილომეტრი საქართველოს სახით, არამედ ამ ქვეყანაში ხელი შეუწყოს დემოკრატიას, ამ ქვეყანაში ხელი შეუწყოს დასავლეთის მეტ კარგი კონტაციით ინტერვენციას, ზოგადად დასავლეთის ინტერვენციას. ანუ საქართველოს უნდა იყოს ევროპის ნაწილი, საქართველოს უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი, საქართველოს უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც დასავლეთის წინააღმდეგ არ წავა არასოდეს. თუ საქართველოში დემოკრატია იქნება, საქართველოს დასავლეთის წინააღმდეგ არ წავა, ანუ არ ჩაშლის იმ მეგა პროექტებს, რომლებიც მის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს. ეს ყველაფერი ხომ გავიგეთ. ან მეტნაკლებად კარგად ხო ჩამოვაყალიბეთ. შეერთებული შტატები მოსწებულ ეტაპზე რა საკვირველი არის ლიდერი იმ დასავლეთის, არ მოგწონს ეს ტრამპი, მოგწონს რესპუბლიკელებს, ვებრძვით, არ ვებრძვით, ვაკრიტიკებთ, არ ვაკრიტიკებთ, უმძლავრესი სახელმწიფოა შეერთებული შტატები. და ტრამპის დღევანდელი, შეერთებული შტატების დღევანდელი საპრეზიდენტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია არაორდინალური რა საკვირველია. არა მეინსტრიმული რა საკვირველია, ადრე იქნება თუ გვიან გამოიხედავს საქართველოსკენ და მწიფდება ეს მომენტუმი დგება ნელ-ნელა. შავი ზღვაც უმნიშვნელოვანესია დასავლეთისთვის და შეერთებული შტატებისთვის, იმიტომ რომ შავი ზღვა რომლის შიდა ტბად გადაქცევასაც ლამობს რუსეთი, ახერხებს კიდეც მეთქით უგნებავთ ასე ვიტყვი, ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება რუსეთის შიდა ზღვა თუ ტბა. ამიტომ რუსეთი შესაჭირხვნი, ბიძინას სიყვა ვიხმაროთ, ან გასაგდები, ან შესავიწროებელია შავი ზღვიდან შავი ზღვა უნდა იქცეს ნატოს ზღვა, სუსტად ისე, ან იქნებ უფრო მეტადაც კი, როგორც იქცა დავის დროზე ბალტიის ზღვა ნატოს ზღვად, იქ ვერ ჭაჭანდება, არ არის, მაგრამ ვერ ჭაჭანდება, ამბიციებს ვერ ინხორციელებს რუსეთი ბალტიის ზღვაზე, ასევე უნდა მოხდეს შავ ზღვაზეც და იქნება უარესადაც კი რუსეთისათვის. შეერთებულ შტატებში მოსწებულ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ჰელსინკის კომისია, კონკრეტულად ჯო ვილსონი და სხვების კონგრესმენები, უფრო და ზედაპალატის წარმომადგენელი კონგრესის სენატორები აქტიურობენ. ისინი პერიოდულად ქართველებს ჭალებში დაიბარებენ ხოლმე, სთხოვენ ჩასვლას და მათეულ ხედვას ეცნობიან, ქართველების ხედვას იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ამ რეგიონში, ამ ტურბულენტურ პერიოდში, მით უფრო რუსეთი გაავებულია და ყოველ სოფელს უტევს ლამის 200,000 კაციანი არმიით და ამ 200,000 არმიიდან ვუტრირებ ცხადი 178,000 იქვე მიწაში რჩება. ვუტრირებ, მაგრამ რუსეთის ეს ამბიციურობა რომ არ სრულდება, აი კარაგარავი ვახსენე გუშინ, როცა რუსეთი პრინციპში ღიად იმუქრება, რომ დავაჭერ ამ წითელ ღილუკას თიც დააჭერს პუტინი და გათანაბრდება მთადაბარი და გათანაბრდება თქვენი, ანუ დასავლეთის სტრატეგიული და ტაქტიკური და იარაღის თვალსაჩინო უპირატესობა, როცა მე 1, 5 თუ 17 ბომბს ჩამოვაგდებ და ავაფეთქებ ამ სამყაროს. არავის ეშინია ცხადია ამ ყველაფრისა, მაგრამ ამ პერიოდში კვლავ დაუბრუნდეთ იმ თემას, რას აკეთებს საქართველოს დე ფაქტო მონა და ჩამოყალიბებულნი არიან, რომ მონა არის ეს ხელისუფლება. აი ახლა მოხდა ამგვარი რამ. მე გაჩვენებთ, თუ წაგიკითხავთ, როგორ ჯობია ალბათ, ხო? ალბათ ჯობია რომ წაგიკითხოთ. ესე იგი, შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისიაში გაიმართა მოსმენა რუსეთის აგრესიისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის. ჩვენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი ვართ, რუსებო. უსაფრთხოების თაობაზე. არეპუება შეერთებული შტატები. ვილსონი უძღვებოდა. ამ იმას მე თან მოგასმენებთ, ხო ალბათ ჯობია. მართლობა დიქტატორული
რეჟიმად ჩატარებული არჩევნები კი იმიტაციულად შეერთებულ შტატებში გამოაცხადეს. ჰელსინკის კომისიის ამ სხდომაზე საქართველოს შესახებ კონსენსუსია. ქვეყანაში ჩინურ-რუსული გავლენები პატულობს და მისი გამტარი ბიძინა ივანიშვილი. ჩინურ-რუსული, დიახ, რამდენიც არ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს ტრამპი და სინ ძინპინი, ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ჩინეთი და შეერთებული შტატები, ჩინეთი და დასავლეთი ერთმანეთთან in general სტრატეგიულად შეპირისპირებული ორი ზემძლავრი სახელმწიფოა. შეერთებულ შტატებს აქვს უპირატესობა, დასავლეთს აქვს უპირატესობა, თუნდაც ესოდენ მოძლიერებულ ჩინეთთან, მით უმეტეს იმ ჩინეთთან, რომლის პარტნიორის ბოლომდე არ და ვერც იქნება, არ არის და ვერც იქნება ინდოეთი, რომელიც ასევე უმძლავრესი სახელმწიფოა. ტაქტიკური თვალსაზრისით, ტაქტიკურ ალიანსებში, დროებით, სიტუაციურ ალიანსებში, სიტუაციურ პარტნიორობაში შევა თუ არა შეერთებული შტატები ჩინეთთან, იმიტომ რომ დააოყოს ჩინეთისგან ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფო რუსეთი ვეება, ეს სხვა საქმეა. შეიძლება გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე მოილაპარაკონ კიდეც მხარეებმა, მაგრამ უნდა არსებობდეს ესე დგას საკითხი. ან დასავლური სამყარო არსებობს თავისი ზემძლავრობებით და ის არის დომინანტი. ან არსებობს ჩინური და არადემოკრატიული ბოროტების ღერძზე დაფუძნებული სამყარო, რომელიც წარმომადგენლიც ან იქნება, ან არ იქნება ჩინეთი ეს საბოლოო ჯამში. გადასაწყვეტი გასარკვევია, მაგრამ რუსეთი ამ ბოროტების მთავარი ღერძია, ჩრდილოეთ კორეა მთავარი ღერძი. კონგრესმენები ვილსონის თავკაცობით ამბობენ, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არის ამ ჩინეთისკენაც, გარდა იმისა, რომ რუსეთისკენ არის, ჩინეთისკენაც არის. და ასე მაგალითად თავარ პორტს, რომელიც ჯერ არ აშენებულა, აძლევს, ანაკლია იგულისხმება, აძლევს ჩინელებს, რაც ამერიკელებისთვის შავ ზღვაზე მით უფრო არის გეოსტრატეგიული კატასტროფის ტოლფასი. ამის გამო ვილსონმა პრეზიდენტმა ტრამპმა დიდ შეთანხმებას მიაღწია სამხრეთ კავკასიაში, თუმცა ტრაგედია არის ის განხილული არჩევნები, რაც საქართველოში მოხდა. რა რეკომენდაცია გაქვს, რა უნდა გაკეთდეს ქართველების დიქტატურის წინააღმდეგ, რომელიც ახლა ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რათა საქართველოს ერთადერთი შავი ზღვის პორტი გადასცეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რაც ხელსაძლოა მათ გავლენა იქონიონ იმპორტზე, ცენტრალური აზიის ეკონომიკურ პროგრესსა და თავისუფლებაზე. როგორც კი ჩინეთი ანაკლიის პორტის სახით მიიღებს გასასვლელს შავ ზღვაზე, ის გაცილებით იოლად დაეპატრონება კავკასიის რეგიონს და ცენტრალურ აზიასაც, რომელშიც მას ბუნებრივი რესურსები, ბუნებრივი ინტერესები აქვს. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტი როგორც ასეთი უსტრატეგიულესი მნიშვნელობის არის, რომ ვიცოდეთ. და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამ ანაკლიის პორტს აძლევს სწორედ ჩინეთს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, როგორც ამბობს ჯო ვილსონი. ეს კარგად უნდა გავიგოთ, ანუ ცენტრალური აზია, რომელიც სურს რომ პარტიულად გაიხადოს, პარტიულად აქციოს დასავლეთს და კონკრეტულად შეერთებულ შტატებს, მის 5 ლიდერს, მათ შორის დემოკრატიასთან აბსოლუტურად წყრალად, გაცილებით წყრალად ყოფ ლიდერებსაც კი ვიდრე ბიძინა ივანიშვილია ეპატიჟება და შეერთებულ შტატებში ხელს ართმევს და ესაუბრება უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ ცენტრალურ აზიას სჭირდება გასასვლელი ევროპაში, მით უფრო როდესაც რუსეთის ჩრდილოეთი დერეფანი პრაქტიკულად დაკეტილია. არის ერთადერთი, მოდი ასე ვიტყვი, ერთადერთი, მეთქი ასე ვიტყვი, თქვენი ნებართვეს არის შუა დერეფანი. თუ შუა დერეფანში შემოვიდა ჩინეთი, ცენტრალური აზიაც მოსწყდება დასავლურ სივრცეს. რაც ამერიკისთვის კონკრეტულად და ზოგადად დასავლეთისთვის არის კატასტროფის მანიშნებელი. ამას ამბობს ჯო ვილსონი, ამას ჩალიჩობს დასავლეთი. მე მესმის რომ პროლონგაცია მოხდა, გადაწევა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების არ არის ჯერაც დაწესებული. პრაქტიკულად დაწესებულია, მაგრამ ყველა არა, მეგობარი აქტი არ არის მიღებული და ასე შემდეგ, მაგრამ აქეთკენ მიგორავს ბიძინა ივანიშვილი. ოღონდ ეს ყველაფერი კვლავ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ იქნება კმედითი და იქნება შედეგიანი იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი იქნება რუსთაველის გამზირზე ერთი თვითონ თქვენგანს რომ გონიათ რომ თქვენი გამოსვლა არაფერს არ შეცვლის. თქვენი გამოსვლაც შეცვლის. ერთი მე მილიონედი ხო ხართ? ხო, მე 3 მილიონედი ხო, მე 2 მილიონიდან ერთი ხო ხართ, ერთი წალი. ისიც კი თქვენი ერთი მაგალითიც კი სხვას მისცემს სტიმულს, სხვას მისცემს მაგალითს რომ გამოვიდნენ რუსთაველზე და იყვიდონ რომ ბიზნეს არ გაუვა ბიზნესტანის გაკეთება ამ ქვეყანაში, სხვებიც მოგბაძავენ, ამის თქმა მინდა. გაანვაგრძოთ ვილსონის მოსმენა და მე უკვე სხვა პერსონაჟით შემოვა ამ ვიდეო კონტენტში. ეს არის მაგნუს
ეს კაცი საქართველოში იყო სახკნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერია აქ ხო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც თბილისშიც იყო და ესტონეთი არის ჩვენი მხარდაჭერი იმიტომ რომ ბალატიელებს ვის და შესანიშნავად აქვთ სიგრძე განებული რაოდენ აუცილებელია რუსეთისაგან თავდაღწევა ყველა იმ ქვეყნისა ყველა იმ საზოგადოებისა რომელიც ოდესღაც იყო რუსეთის შემადგენლობაში რუსეთის უღელ ქვეშ მე აღარ გავაგრძელებ ამ არაჩვეულებრივი პერსონების დიდი ხანი არ გავაგრძელებ ვიდრე ჩატარებულა საპარლამენტო არჩევნები და მე ვნახე ქართული ხალხის უდიდესი მზადყოფნა ქართველი ხალხის უდიდესი მზადყოფნა მე ვნახე ბატონი მაგნუსი მე ვნახე ბატონ ლანსბერგისთან ერთად თბილისში როცა იყო ის უშუალო შეხვედრას მქონდა სახელნახელო რაღაც 40 წამიანი მოდი მაინც ასე ვიტყვი ერთწუთიანი და მათი აქ ყოფნა იყო დემო დადასტურება იმისა რომ დასავლეთი ჩვენს გვერდით არის ევროპარლამენტარები რომ ჩამოდიან ისინი ადასტურებენ იმას რომ დასავლეთი ჩვენს გვერდით არის მე აღარ გავაგრძელებ ამას რასაც ამბობს ბატონი მაგნუსი არ ვიტყვი და ერთამეს კი ვიტყვი რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის ზაობას რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ამ ქვეყნისათვის და გამოუტაცოთ ეს ქვეყანა რუსეთს იმიტომ რომ რუსეთი თუ სადმე იქნება გამარჯვებული და ვერსად ვერ არის ბელარუსისა და საქართველოს გარდა მოცემულ ეტაპზე თუ სადმე იქნება გამარჯვებული ეს მას რუსეთს მისცემს დამატებით ამბიციებს გაუჩენს დამატებით ამბიციებს რომ მეტ და მეტ ტერიტორიაში შევიდეს საქართველოს თუ დაიპყრობს მერე დაიპყრობს სომხეთს აქამდე პირიქით იყო ეგ რა მაგის პასუხია სომხეთს თუ დაიპყრობდა საქართველოს შემოუტევდა მაგრამ ახლა დროთა განმავლობაში ხო ვითარება შეიცვალა ბიზნე ივანიშვილის მეოხებით და ამიტომ ახლა პირიქით არის საქართველო არის მისი პირველი სამიზნე მისი საბოლოოდ მოქცევა მოიღლიავება პუტინს უნდა და უკვე შემდგომ მერე უნდა რევანში სამხრეთ კავკასიაზე მათ შორის იმ ტრამპის გზის იმპლემენტაციის გამო და ამერიკის შეერთებული შტატების შემოსვლის გამო ხო ეს გეოპოლიტიკური ბრძოლაა და ჩვენ იზინა ივანიშვილი გვიკეთებს და გვიბიძგებს შემდეგ რამეს ვიყოთ რუსეთთან ჩახუტებულები რომ და უარი ვთქვათ ყველაფერზე და იყოს ეგრეთ წოდებული ბიზნესეული მშვიდობა ანუ მონობა ბიზნესეული მშვიდობა ანუ დამარცხება ბიზნესეული მშვიდობა ანუ დაჩაჩანაკება დაჩმორება ბიზნეს უნდა დაჩმორებული სახელმწიფო დაჩმორებული საზოგადოება რომელსაც 10-25 წლის შემდეგაც კი არ ექნება სიტყვის ამოღების უფლება შესაძლებლობა უნარი ერთი ადგილი მოდი ასე ვიტყვი ეხლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი კიდევ უყურეთ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირი 4 სახელმწიფო ნახდად ევროკავშირში მოხდება 26-დან 30 წლის ჩათვლით ეს სახელმწიფოებია ალბანეთი და მონტენეგრო ეს სახელმწიფოებია უკრაინა და მოლდოვა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დებილებო ვინც მემისმენთ და ქართულოსნებას უჭერთ ხარს ჩვენთვის ჩვენი კეთილდღეობისათვის უკვე დღეს და ახლა ჩვენი შვილების თქვენი შვილების სამომავლო კეთილდღეობისათვის ხვალ და ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ცუდი ევროკავშირი ისეთი მაგრამ ევროკავშირი როგორც დემოკრატიული სივრცე როგორც ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სივრცე როგორც სხვათა დაჩაგვრის წინააღმდეგ არსებული სივრცე როგორც თანასწორთა სივრცე ყველას უფლებების დამცველი სივრცე ეკონომიკური უზარმაზარი სივრცე ეკონომიკური ესენი კი ამბობენ რომ დაღმასვლა მაგრამ დაღმასვლით არსებულ ევროკავშირსაც კი აქვს 1000-ჯერ მეტი შესაძლებლობები ვიდრე აღმასვლით ჭყალებში მიმავალ საქართველოს აი ამ ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანუ კუბილიუსმა რომელიც პატარა კაცი კი არის ამათ მაიგდეს ეს კუბილიუსი მაგრამ კუბილიუსი ევროკომისარია და კუბილიუსი მნიშვნელოვანი პერსონაა აფართოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე კუბილიუსმა თქვა კითხვაზე როგორ უნდა დაეხმაროს ევროპა საქართველოს კუბილიუსი პასუხობს პირველ რიგში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაწევრიანდეს მოლდოვა უკრაინა დასავლეთ ბალკანეთი და მონტენეგრო ალბანეთი და მონტენეგრო ამით დავეხმარებით საქართველოსაც ეს იქნება არგუმენტი რომ გაფართოება ხორციელდება ანუ ნახეთ უკვე გაგვიჯნეს სამწუხარო ამბავია ბიძი და ივანიშვილმა უკვე ჩაჩეხა საქართველო უკვე ვეღარ ხვდებით 30 წლის გაფართოების
ტალღაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს ხო ბევრს უთქვამს რომ გაფართოება დასრულდება 30 წელს და ამით ჩაიკეტება ევროკავშირის კარი არ არის ბატონებო ეს. ჩვენ სულ მუდმივად მოძრაობაში უნდა ვიყოთ და რაღაცი ან იმიტომ რომ ვერ ხვდებით 30 წლით მაღალი ალბათობით ვერ მოხვდებით გაფართოების ტალღაში 30 წელს იმიტომ რომ ვერ დავეწევით უკრაინა მოლდოვას რომლებიც სწორედ 30 წელს შეაბიჯებენ შესაძლოა უფრო მადრეც მაგრამ ალბათ უფრო 30 წელს შეაბიჯებენ უკრაინაში ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ თავი ჩავქინდროთ უკვე სხვა ქვეყნების არის რიგში სომხეთი ასე მაგალითად რაღაცა პულკაში ეგრეთ წოდებულში უნდა მოვხვდეთ რაღაცა მჭიდში უნდა მოვხვდეთ კუბილიუსის ამას გვეუბნება მთელი დასავლეთი კუბილიუსის სახით გვეუბნება რომ არ დაიღალოთ და ამბობს შემდეგ რამეს დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი ოლიგარქი აგზავნიდა მესიჯებს რომ დაივიწყეთ გაფართოება რადგან ის არ არის რეალური რამო ანუ ივანიშვილი აგზავნიდა ქართულ საზოგადოებაში არ გაგვაერთიანებენ არ შეგვიყვანენ რას ჩალიჩობთო ამბობდა ბიზინარუსი ახლა შეგვიძლია მკაფიოდ ვაჩვენოთ არგუმენტის დამტკიცებულებაც გაფართოება მოხდება და საქართველოს დაუბრუნდება გაფართოებას თუ ქართული ოცნების იდიოტოა მომრჩევლებო თუ ქვეყანაში მოხდება ცვლილებები ესე საკუთარ მშობელს არ გახკიდები ხართ ვისაც ცოცხალი აღარ აკყავთ რას ჩამოეკიდეთ ამ ბანდიტ ივანიშვილს რას გვიშვება ის ხვდებით როგორ კარგავს საქართველოს საქართველო როგორ აღარ არის მის პირობებში და მის ძლიერია იმიტომ რომ თქვენ ვინც ხართ მის გვერდით კი არ გაბუნათებთ კი არ გსაყვედურობთ მაგრამ გეუბნებით იმიტომ რომ თქვენ ხართ მის გვერდში თქვენი პასუხისგებლობაც არის გარდა იმისა რომ ბიზინა ივანიშვილის პასუხისგებლობაა მაგრამ ჩვენ მეტნი უნდა ვიყოთ რომ გავიმარჯვოთ და მე გეტყვით ვინ არის გამარჯვებული გამარჯვებული უკვე არის პატიმრობაში დატოვებული მზია ამაღლობელი მე კეთს ვიხრი მის წინაშე ორწლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმე მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილა მოხსენებელი იყო ნიკოლოზ მარგველაშვილი კოლეგიაში შედიოდნენ ეს და ასე შემდეგ და მზია ამაღლობელს ამაღლობელი დატოვეს პატიმრობაში მე არ მაშინებსო შინაარს გადმოგცემთ ჩემი პატიმრობაო თქვა მზია ამაღლობელმა მე მაშინებს ის როცა გამოვალ როგორ იქნება საქართველო ეს თქვა ჩვენი დროების სინდისმა სხვა მრავალ სინდისთან ერთად მაგრამ თავარმა სინდისმა მეთქი ასე ვიტყვი ჟურნალისტმა ჩემმა კოლეგამ მზია ამაღლობელმა როგორი საქართველო გინდათ აირჩიეთ თქვენ ქვეყანა რომელსაც ქმნის ბიზინა ივანიშვილი რომელიც იქნება ბიზინა ივანიშვილის ანუ ერთი ადგილის მიმცემთა ქვეყანა არა მზადათა და არა კაცთა ქვეყანა თუ ქვეყანა ღირსებით სავსე ღირსებით შემოსილი რომელსაც ყავს ჩვენს დროებაში უკვე ყავს ათეულობით ცოცხალი აი ზეგლი რო უნდა აუგო ისეთი გმირი მე ეს არჩევანი გავაკეთე ტრახანია ჩემ შვილებსაც ამ არჩევანს გავაკეთებინებ საბოლოო ერთმა გააკეთა მეორემ გააკეთა მესამეც გააკეთებს ჩვენ არ მიგვატოვებს დასავლეთი რაღაცა ეს არჩევანი მზიას დავკაცობით გავაკეთეთ ყველამ არჩევანი ბრძოლისა